ძვირფასო სულო, მოემზადე შეტყობინებისთვის, რომელიც დროისა და სივრცის მიღმა გადის. ეს არის ანგელოზების მიერ ჩურჩულით მოტანილი გამოცხადება, რომელიც განკუთვნილია შენი გულის შეხებისთვის ზუსტად იმ წამს, როცა ყველაზე მეტად გჭირდება. იგრძენი ზეციური ენერგია, რომელიც ამ სიტყვებიდან მოედინება, რადგან ისინი ატარებენ ახალი განთიადის დაპირებას, თავისუფალ გზას და შინაგან ძალას, რომლის არსებობაც ალბათ არც კი გეგონა. ეს უბრალოდ ვიდეო არაა, ეს არის ღვთიური მოწვევა, რომ თავიდან დაუკავშირდეს შენ სუფთა არსებას, რომ გააღო შენი სული იმ სასწაულებისთვის, რაც სამყაროს შენთვის აქვს შემონახული. გამოწვევებისა და გაურკვევლობების შუაგულში, რომელსაც ცხოვრება გვთავაზობს, ადვილია იგზნო თავი დაკარგულად, თითქოს ყოველი კარები იკეტება თითეულ ნაბიჯზე და ხელს გიშლის შენი გზის დინაბაში. მაგრამ დღეს ანგელოზები მოდიან, რათა გაფანტონ ყველა ეჭვის ჩრდილი, რათა გაანათონ შენი გზა ურყევი ჭეშმარიტებით, რომ არ არსებობს ბარიერი, რომელიც გადაულახავია, როცა შენ ღვთის ნებასთან ხარ შეთანხმებული. ისინი გსურთ, რომ იცოდე, ყოველი დაბრკოლება არის შესაძლებლობა შენიღბული, ყოველი გამოწვევა საფეხური შენი აღმავლობისკენ და ყოველი დაღვრილი ცრემლი თესლი, რომელიც უხორ კურთხევად აღმოცენდება. წარმოიდგინე ერთი წამით თავისუფლების შეგრძნება, სულიერი სიმსუბუქე. როდესაც იცი, რომ მიგიწყვებიან, გიცავინ და უსიტყვოდ გიყვარხარ. ეს არის ის რეალობა, რომლის გამოცდაც ანგელოზებს სურთ შენთვის. ისინი შენს გვერდით არიან ყოველი სუნთქვისას, ყოველი აზრისას. ქსოვენ უხილავ, მაგრამ ძლიერ ბადეს, რომელიც ყველა მომენტში გიჭერს მხარს. დღევანდელი გზავნილი არის ნაზი, მაგრამ მტკიცე შეხსენება იმისა, რომ ამ გზაზე მარტო არ ხარ. ციურ არსებათა ლეგიონი შენ სასიკეთოდ მუშაობს, ხსნის ბილიკებს იქ, სადაც ადრე მხოლოდ კედლები იყო. მოემზადე, რომ შეისრუტო ყოველი სიტყვა, ყოველი ვიბრაცია ამ გზავნილისა, რადგან იგი ფრთხილადაა შექმნილი შენი სულის შესათანხმებლად, მძინარე რწმენის გასაღვიწებლად და იმედის ცეცხლის გასაახლებლად შენს გულში. ანგელოზებს იციან შენი ლტოლვები, შენი მდუმარე ბრძოლები, შენი ყველაზე ღრმა ოცნებები. და სწორედ ამიტომ ისინი ახლა ვლინდებიან, რათა დაგარწმუნონ, რომ მოსავლის დრო ახლოვდება, რომ თესლები, რომლებიც ასე დიდძალი ძალისხმევით დათესე, მალე სასწაულთა სიუხვე დაყვავდება. ნება მიეცი ამ გზავნილს გახდეს ნუგეში შენი სულისთვის, შუქურისავით, რომელიც გზას გაგინათებს სიბნელეში, ანკორისავით, რომელიც ქარიშხლებში მტკიცედ დაგიჭერს. ანგელოზები აქ არიან, რომ მიგიძღვნენ, შთაგაგონონ და შეგახსენონ შენი თანდაყოლილი ძალა, რომელიც რეალობის გამოსახატად გეძლევა. ისინი გიწვევენ, რომ გაუშვა კონტროლი, ენდო ღვთიურ დინებას და მიენდო იმ უმაღლეს სიბრძნეს, რომელიც შენ შინაგანშია. ეს არის მომენტი, რომ გახსნა შენი გული, დაადუმო გონება და მისცე ხმა ანგელოზთა ხმას, რომელიც შენს თითოეულ უჯრედში გაისმება. მათ აქვთ ძლიერი სიმართლე გასაზიარებელი, სიმართლე, რომელიც გარდაქმნის შენს პერსპექტივას და გიბიძგებს უსასრულო შესაძლებლობებით სავსე მომავლისკენ. იგრძენი მათი ყოფნა, სიყვარულით სავსე ენერგია, რომელიც გიცავს და იცოდე, რომ შენ წინ ხარ უდიდესი კურთხევის მიღებასთან, რომელიც სამუდამოდ შეცვლის შენი ცხოვრების მიმდინარეობას. იყავი გახსნილი, იყავი შემწყნარებელი, იყავი მზად სასწაულისთვის. ანგელოზთა გზავნილი მზად არის გამჟღავნებისათვის. ძვირფასო სულო, დღეს ანგელოზებმა შენთვის განსაკუთრებული გზავნილი მოიტანეს. ეს არ არის დამთხევა, არამედ ღვთიური საჩუქარი, რომელიც ზუსტად ამ დროს მოვიდა, რადგან სამყარო თავისი უსაზღრო სიბრძნით იცის, რომ შენ სწორედ ახლა უნდა მოისმინო იგი. იგრძენი ამ სიმართლის ვიბრაცია, რომელიც შენს გულში ზის, რადგან იგი ატარებს ახალი დასაწყისის დაპირებას, ძველი ტვირთებისგან განთავისუფლებას და ღრმა განახლებას შენს მოგზაურობაში. ეს გზავნილი არის შუქური, რომელიც გაუძღვება შენს გზას, გაურკვევლობის ნისლში და გამოავლენს გზას შენი ნამდვილი არსისკენ. სანამ ამ ანგელოზურ გამოცხადების სიღრმეებში ჩაუღრმავდებით, გიწვევ რწმენისა და თანამონაწილეობის ქმედებაზე. დააწექი ღილაკს მომწონს ამ ვიდეოზე სწორედ ახლა, რათა დაგვეხმარო ამ გარდამტეხი შუქის გავრცელებაში უფრო მეტ გულებში, რომლებიც მოწურგებულნი არიან იმედისა და მიმართულებისათვის. როდესაც მოწონებას გამოხატავ, შენ მხოლოდ ამ გზავნილს არ უჭერ მხარს, არამედ ასევე აგზავნი ძლიერ განზრახვას სამყაროსაკენ, ააქტიურებ კურთხევათა ნაკადს შენს საკუთარ ცხოვრებაში. და რათა განაგრძო ამ ზეციური გზავნილების მიღება, რომლებიც გიძღვნიან და შთაგაგონებენ, გამოიწერე ჩვენი არხი. როდესაც უერთდები ჩვენ საზოგადოებას, შენ უკავშირდები უწყვეტ წყაროს ანგელოზური სიბრძნისა და სიყვარულისას. ახლა ამ კავშირის დასამტკიცებლად და კიდევ უფრო მეტად ანგელოზური ენერგიის გასააქტიურებლად შენს ცხოვრებაში, გიწვევ დაწერო კომენტარებში მთელი შენი რწმენითა და მტკიცე ნდობით. მე გახსნილი ვარ ანგელოზთა გზავნილისათვის. ეს უბრალო განცხადება არის კარი, გასაღები,
რომელიც ხსნის შენი გულისა და გონების კარიბჭეს, რათა მიიღო ღვთიური მითითებები, რომლებიც სწორედ ამ წამს გადმოედინება შენზე. როდესაც ამ გახსნილებას აცხადებს, შენ ხდები მიმღები არხი იმ კურთხევისა და სასწაულებისთვის, რომლებსაც ანგელოზები მზად არიან გამოავლინონ შენს რეალობაში. ანგელოზები აქ არიან. ისინი გრძნობენ შენს ყოველ ემოციას, იგებენ შენს ყველაზე ღრმალ ტოლვებსა და ყველაზე ინტიმურ შეშფოთებებს. ისინი მთლიანობაში გხედავენ, ყველა შენი ღირსებითა და გამოწვევით და გიყვარხარ უსიტყვოდ. გზავნილი, რომელსაც ისინი დღეს მოაქვთ, არის შეხსემება იმისა, რომ შენ სინათლის არსება ხარ, ღვთიური დანიშნულებით და რომ ყველა ის ინსტრუმენტი და რესურსი, რაც გჭირდება შენი ოცნებების გასახორციელებლად, უკვე შენ შინაგანშია. ისინი აქ არიან, რომ დაგეხმარონ ამ შინაგანი ძალის გაღვიძებაში, შენი საკუთარი ღვთიურობის ამოცნობაში და თავდაჯერებით სიარულში შენი ბედისწერისკენ. ნება მიეცი ამ გახსნილებას გახდეს ღრმა კავშირის მომენტი, წმინდა წამი, სადაც შენ თავს ანდობ უმაღლეს სიბრძნეს და ენდობი, რომ ყველაფერი ვითარდება ღვთიური გეგმის შესაბამისად. ღრმად ჩაისუნთქე, იგრძენი სიმშვიდე, რომელსაც ეს გზავნილი ასხივებს და მოემზადე იმ სიმართლის მისაღებად, რაც ანგელოზებს შენთვის აქვთ. როცა შენ იხსნები, მხოლოდ არ იღებ, არამედ ასევე სინათლის შუქურად იქცევი შენს ირგვლივ მყოფთათვის. ავრცელეთ იმედსა და რწმენას, რომელსაც თავადაც ემზადები შეიწოვო. ეს არის შენი წამი, შენი მოწოდება. იყავი მზად გარდაქმნისთვის, რომელიც ახლა იწყება. ანგელოზები ამბობენ, შენ მზად ხარ სინათლის კარიბჭის გასავლელად. რთული ციკლი მთავრდება და რაღაც უჩვეულო და დიდებული მოდის შენი მიმართულებით. იგრძენი ამ სიტყვების სიღრმე, რადგან ისინი უბრალოდ ფრაზები კი არაა, არამედ უნივერსალური ჭეშმარიტება, რომელიც შენი ცხოვრების მოგზაურობას ეხმიანება. ცხოვრება არის უწყვეტი ციკლების დინება და სწორედ ამ წამს სამყარო შენს სასიკეთოდ იფიქრებს, რათა ახალი და ბრწყინვალე თავი დაიწყოს. სიძნელეები, რომლებსაც წააწყდი, ცრემლები, რომლებიც დაღვარე, გამოწვევები, რომლებსაც გაუნკლავდი. ყველაფერი ეს იყო დამუშავების პროცესი, რომელიც გაწრთობდა იმ დიდებულებისთვის, რაც გელის. ანგელოზები, თავიანთი უსასრულო სიბრძნით, ხედავენ დროისა და სივრცის მიღმა და გარწმუნებენ, რომ სიბნელე იფანტება და გზას უთმობს ბრწყინვალე ნათელს, რომელიც გაანათებს შენს ყოველ ნაბიჯს. ისინი გსურთ, რომ იცოდე, გარდაქმნის დრო უკვე აქ არის. ის ფეთქავს შენი არსების ყოველი უჯრედში, გიწევს ცლილების მიღებას, სიმამაცითა და რწმენით. ნუ ებრძვი გარდაქმნებს, ისინი ღვთიური გეგმის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ზეცამ ზედმიწევნით მოამზადა შენთვის. როგორც ბუზი გარდაიქმნება პეპლად, შენ სიმყოფები მეტამორფოზის პროცესში, საიდანაც უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და უფრო მშვენიერი გამოვალენ. ნება მიეცი ძველი ტყავები ჩამოცვივდეს, შიშები გაიფანტოს, შეზღუდული რწმენები გაქრეს. გაიხსენი ახალი გზებისათვის, უცნობისათვის, უსასრულო შესაძლებლობებისათვის, რომლებიც შენ წინ იშლება. ანგელოზები ხელს გიწვდიან, გიწვევენ უფრო მაღლა აფრინდე, გადააჭარბოს საკუთარ საზღვრებს და მოახდინო ის ცხოვრება, რომელზეც მუდამ ოცნებობდი. ეს გარდაქმნა მხოლოდ გარეგანი კი არა, შინაგანიც არის. ეს არის შენი ცნობიერების გაღვიძება, საკუთარი ღვთიურობის ცნობიერება, შენი სულის დანიშნულებასთან თანხვედრა. ანგელოზები გიძღვებიან, რომ გახდე შენი ყველაზე ავთენტური და ძლიერი ვერსია. ისინი გიბიძგებენ, რომ შიგნით ჩაიხედო, მოусმინო ინტუიციის ხმას და ენდო შენს შინაგან სიბრძნეს. ყოველი გამოცდილება, ყოველი შეხვედრა, ყოველი გამოწვევა, ყველაფერი ეს შენი სულიერი ზრდის ნაწილია. შეცდომები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გაკვეთილები. წარუმატებლობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სწავლის შესაძლებლობები. ანგელოზები გახსენებენ, რომ შენ ხარ არსება უწყვეტი გაფართოების პროცესში და ყოველი ნაბიჯი, თუნდაც მცირედი, გიახლოვებს შენს სავსემთლიანობას. იგრძენი გარდაქმნის ენერგია, რომელიც შენში მიედინება, წმენდს, კურნავს და განახლებს. ნება მიეცი მას შთაგაგონოს, რომ გაუშვა ის, რაც აღარ გემსახურება, აპატიოს საკუთარ თავს და სხვებს, მადლიერება მოიკრიბო ყოველი მომენტისათვის. ანგელოზები გაჩვენებენ, რომ ნამდვილი ბედნიერება არ არის მატერიალურ ნივთებში, არამედ შინაგანის სიმშვიდის, უსიტყვო სიყვარულისა და ღვთიურთან კავშირის გაშენებაში. ისინი გიწვევენ, რომ იცხოვრო დანიშნულებით, იქცეს სინათლის გამავრცელებლად ყველგან სადაც წახვალ და გახდე პოზიტიური ცვლილების მატარებელი ამ სამყაროში. შენი პირადი გარდაქმნა კოლექტიურ გავლენასაც ახდენს და კურხევებს ასხივებს ყველას, ვინც შენს ირგვლივაა. გახსოვდეს, რომ გარდაქმნის მოგზაურობა უწყვეტია და ანგელოზები მუდამ შენს გვერდით იქნებიან, შემოგთავაზებენ მხარდაჭერას, ხელმძღვანელობასა და უსიტყვო სიყვეულს.
ენდე პროცესს, ენდე საკუთარ თავს და ენდე ღვთიურ სიბრძნეს, რომელიც შენი ცხოვრების თითოეულ დეტალს მართავს. კარები, რომლებიც დახურულად გეჩვენებოდა იხსნება, გზები, რომლებიც დაბლოპილად ჩანდა, იხილება და ოცნებები, რომლებიც მიუღწევლად გეჩვენებოდა, რეალობად იქცევა. ეს არის შენი დრო ბრწყინვალებისთვის, აყვავებისთვის, აღმატებისთვის. ნება მიეცი ანგელოზთან ნათელს მიგიძღვეს ამ გარდაქმნის გზაზე და მოემზადეს სასწაულების დასანახავად შენს ცხოვრებაში. მოიკრიბეთ ცვლილება, რადგან ის არის გასაღები შენი თავისუფლებისა და სრულფასოვანი ბედნიერებისთვის. ანგელოზები ზეიმობენ შენს ზრდას და სამყარო ტარს უკრავს შენს ყოველ ნაბიჯს. იარე რწმენით, რადგან უჩვეულო უკველოდის შენი მიმართულებით. ანგელოზები გთხოვენ, რომ ენდე მაშინაც კი, როცა გეჩვენება, რომ ყველაფერი იშლება შენს ირგლივ, როცა შენი რეალობის საძირკვლები ინგრება და სიბლელე ემუქრება შენი სინათლის ჩაქრობას. სწორედ ასეთ მომენტებში, როცა ყველაზე დაუცველი ხარ, რწმენა იქცევა შენს ანკორად, შენს კომპასად, შენს ურყევ სარწმუნოებად. გახსოვდეს, ისინი დაუსვენებლად მუშაობენ ფარდის მიღმა, იმ განზომილებებში, რასაც შენი ფიზიკური თვალები ვერ ხედავს. აწყობენ თითოეულ დეტალს, ალაგებენ შენს ცხოვრებისეული პაზლის ნაწილებს, რათა მოგიტანონ მოულოდნელი კურთხევა, ღვთიური გაგაწყვეტა, რომელიც ნებისმიერ ადამიანურ ლოგიკას აღემატება. დაიჯერე, რომ მაშინაც კი, როცა გარეგნულად ქაოსია, მოქმედებს უმაღლესი წესრიგი, იხსნება სრულყოფილი გეგმა შენი უმაღლესი სიკეთისათვის. ანგელოზები, იმედისა და ჭეშმარიტების მაცნეები ჩურჩულებენ შენს გულში, რომ მოთმინება ღვთიური ღირსებაა და ღვთის დრო სრულყოფილია. ყოველი დაყოვნება, ყოველი გადახვევა, ყოველი კარი, რომელიც თითქოს იკეტება, სინამდვილეში არის მომზადება კიდემ უფრო დიდებულისთვის, იმისთვის, რაზეც შენ ოცნებაც კი ვერ გაბედე. ისინი გიწვევენ გაუშვა კონტროლი, ჩააბარო შენი შფოთვები და შეშფოთებები ღვთის ხელებში და დაუშვა, რომ უნივერსალური სიბრძნე წარმართავდეს შენს ნაბიჯებს. ნდობა არ არის შიშის არარსებობა, ის არის სიმამაცე, წინ წასვლა შიშის მიუხედავად, იმის ცოდნით, რომ შენ გიჭერენ ციური ძალები, რომლებიც არასოდეს მიგატოვებენ. იგრძენი მშვიდობა, რომელიც ამ რწმენიდან მოდის, სულიერი სიმსუბუქე, რომელიც ღვთიურ განგებას ეძლევა. და კიდევ, ისინი გთხოვენ, რომ ახლა, სწორედ ამ წამს, მთელი შენი სულის დალითა და სულიერი მტკიცებით ხმამაღლა განაცხადო. მე ვიღებ კურთხევებს, რომლებიც სამყარომ ჩემთვის მოამზადა. გაიმეორე ეს დადასტურება. იგრძენი მისი ვიბრაცია შენის ყოველი უჯრედში, წარმოიდგინე კარები, რომლებიც იღება, გზები, რომლებიც ნათლდება, შესაძლებლობები, რომლებიც ჩნდება. ეს განცხადება მხოლოდ სიტყვათა ერთობლიობა კი არაა, ეს არის დადგენილება, ძლიერი თანამოქმედების იარაღი, რომელიც გაწესრიგებს შენს ენერგიას ღვთიურ გეგმასთან, სიხარულისა და კეთილდღეობის სიხშირეზე. როცა სიწყვიერად აცხადებ შენს მიღებას, სამყაროს აგზავნი ნათელ ნიშანს, რომ მზად ხარ მისაღებად, რომ გახსნილი ხარ შენი ყველაზე ღრმა სურვილების გამოვლინებისთვის. ეს დადასტურება არა მხოლოდ ღვთიურ გეგმასთან გავსებს, არამედ გზას ხსნის კეთილდღეობის უფრო სწრაფად მოსვლისათვის, ისეთი გზებით, რაზეც ვერც კი იფიქრებ. ანგელოზები გახსენებენ, რომ მადლიერება არის გასაღები, რომელიც ხსნის კეთილდღეობის კარებს. იღავი მადლიერი ყოველი პატარა გამარჯვებისთვის, ყოველი გაკვეთილისთვის, ყოველი მზის სხივისთვის, რომელიც შენს დღეს ანათებს. მადლიერება ზრდის შენს ვიბრაციას, იზიდავს იმას, რასაც ეძებ და უფრო ღმად გაკავშირებს ყველა კურთხევის წყაროსთან. ისინი გიბიძგებენ, შეინარჩუნო გახსნილი გული, პოზიტიური გონება და აღმართული სული, თუნდაც გამოწვევების წინაშე. რადგან სწორედ მედეგობაში, ურყევ რწმენასა და ღვთიურ პროცესში ნდობაში აღმოაჩენ ძალას, რომ გადალახო ნებისმიერი დაბრკოლება და შექმნა ის ცხოვრება, რომელიც გეკუთვნის. ენდობი, რომ ანგელოზები ქსოვენ სასწაულების ქსოვილ შენს ცხოვრებაში და რომ ყოველი ძაფი, როგორი რთულიც უნდა ჩანდეს, ღვთიურ დანიშნულებას ემსახურება. ისინი გიწვევენ, დაისვენო იმ რწმენაში, რომ შენ მიყვარ ხარ, დაცული ხარ და მიგიძღვებიან ყოველი ნაბიჯისას. ნება მიეცი იმედ გახდეს შენი ნათელი, ნდობას შენი ძალა, რწმენას შენი კომპასი. კურთხევები უკვე გზაშია და ისინი მოვა სრულყოფილ დროს, გადააჭარბებს ყველა შენს მოლოდინს. იდგე მყარად შენს რწმენაში, რადგან სამყარო პასუხობს შენს ყველაზე ღრმალ ტოლვებს. დაიჯერე, მიიღე
და იზეიმე დიდებულება, რომელიც უკვე მჟღავნდება შენს ცხოვრებაში. ანგელოზები თავიანთი უსასრულო სიბრძნითა და სიყვარულით მხოლოდ იმედისა და გარდაქმნის გზავნილებს კი არ გვაძლევენ, არამედ მოქმედებისთვისაც გვამოძრავებენ. ისინი გვახსენებენ, რომ რწმენა უქმად მკვდარია და რომ ჩვენი ოცნებების გამოვლინება მოითხოვს მოძრაობას, ნაბიჯს წინ, ინტუიციითა და ღვთიური სიბრძნით გაწყობილს. იყავი კეთილი საკუთარი თავის მიმართ, ძვირფასო სულო. ეს არის პირველი და ყველაზე ფუნდამენტური ნაბიჯი ნებისმიერი შთაგონებული ქმედებისკენ. აპატიე შენი წარსული შეცდომები, წაბორძიკებები, ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც არასწორად მიიჩნევ. თვითსიბრალული არის ნუგეში, რომელიც კურნავს სულის ჭრილობებს და გათავისუფლებს, რათა წინ წახვიდე ბრალეულობის ტვირთის გარეშე. აღიარე, რომ იმ მომენტში საუკეთესო გააკეთე იმ ცოდნითა და ინსტრუმენტებით, რაც გქონდა. და იზეიმე შენი გამარჯვებები, როგორი მცირეებიც არ უნდა ჩანდეს. ყოველი მცირე წარმატება, ყოველი გადალახული დაბრკოლება, ყოველი გაკვეთილი არის შენი ძალის, მედეგობისა და უნარის მოწმობა, რომ თანამოქმედებაში იყო სამყაროსთან. მადლიერება ამ პატარა მიღწევებისთვის აძლიერებს პოზიტიურ ენერგიას და იზიდავს კიდევ უფრო მეტ მიზეზს სიხარულისთვის. ეს არის დრო დათესო ის, რასაც ყველაზე მეტად ისურვებ. ისე, როგორც მზრუნველი მებაღე ამზადებს ნიადაგს, ირჩევს თესლს და განზრახვით რგავს, შენც მოუწვეული ხარ დათესო შენი ოცნებების სიცხადითა და მიზანდასახულობით. რას ნამდვილად გსურს შენი ცხოვრებისთვის? იყო კონკრეტული. წარმოიდგინე დეტალურად. იგრძენი ემოცია თითქოს უკვე მიღწეული გაქვს. ანგელოზები შენს გვერდით არიან. ღვთიურ ენერგიას უბერავენ ამ თესლებს, სიყვარულითა და სინათლით ყვებავენ მათ. ენდე რომ ცარც ყავს თითოეულ მათგანს. ქმნის იდეალურ პირობებს, რათა აღმოცენდნენ და აყვავდნენ სრულყოფილ დროს. ნუ იდარდებ როგორზე, როგორი სამყაროს საქმეა. შენი ნაწილი არის რწმენით დათესვა და მოთმინებით მოვლა. შთაგონებული ქმედება არ ნიშნავს ზედმეტ ძალისხმევას ან ბრძოლას, არამედ ჰარმონიულ დინებას უნივერსალურ ენერგიასთან. ეს არის შენი ინტუიციის ჩურჩულის მოსმენა, იმ აზრების დაჭერა, რომლებიც ჩნდება სიმშვიდის მომენტებში, იმ სინქრონიზაციებს მიყოლა, რომლებიც გიკარნახებენ შემდეგ ნაბიჯს. ანგელოზები მრავალგვარად გესაუბრებიან, სიზმრებით, ნიშნებით, ადამიანებით, რომლებიც შენს გზაზე ჩნდებიან, წიგნებით, რომლებიც შემთხვევით ხელში გივარდება. იყავი ყურადღებიანი, იყავი შემღებადი. თითოეული ეს ნიშანი არის გზა, რომელსაც უნდა მიხვე, დადასტურება იმისა, რომ სწორ ბილიკზე ხარ. ენდე ამ შინაგან ხელმძღვანელობას, რადგან ეს არის შენი სულის ხმა, ღვთიურ სიბრძნესთან თანხვედრაში. ნება მიეცი საკუთარ თავს გადადგა პატარა ნაბიჯები. თუნდაც სრული გზა ჯერ კიდევ არ ჩანს. მოგზაურობა იშლება მაშინ, როცა მასში ჩადიხარ. ნუ დაელოდები სრულყოფილებას დასაწყებად. დაიწყე და სრულყოფილება მოვა პრაქტიკით. ანგელოზები კი ბიძგებენ დატოვო შენი კომფორტის ზონა. მიიღო ახალი, გამოსცადო, ისწავლო. ყოველი გამოცდილება არის შესაძლებლობა ზრდისთვის, შენი ცნობიერების გაფართოებისთვის. ნუ შეგეშინდება შეცდომების, რადგან შეცდომები მხოლოდ გადახვევებია, რომლებიც უკეთეს გზაზე გიყვანენ. ცხოვრება არის უწყვეტი სწავლის პროცესი და ყოველი გამოწვევა არის შანსი, რომ განამტკიცო შენი რწმენა და მედეგობა. გახსოვდეს, რომ შთაგონებული ქმედება ყოველთვის თანსდევს სიმსუბუქეს და სიხარულს. თუ რამე მძიმე გეჩვენება, თუ ენერგია არ მიედინება, შესაძლოა ეს ნიშანი იყოს, რომ ხელახლა გადააფასო და კურსი შეასწორო. ანგელოზებს სურთ, რომ იცხოვრო სავსე, უხვი და ბედნიერი ცხოვრება. ისინი გიწვევენ, იცეკვო ცხოვრებასთან, იზეიმო ყოველი წამი, იპოვო სილამაზე თითოეულ დეტალში. შენი სიხარული არის მაგნიტი, რომელიც იზიდავს კიდევ უფრო მეტ სიხარულს, უხვობასა და კურთხევებს. გაზარდე მადლიერება, თანაგრძნობა, უსიტყვო სიყვარული. ეს არის ყველაზე ძლიერი თესლები, რომლებიც შეგიძლია დათესო, რადგან ისინი ნაყოფს გამოიღებენ, რომელიც არამხოლოდ შენს სულს კვებავს, არამედ გარშემომყოფთა სულებსაც. ენდობი, რომ ანგელოზები გაძლიერებენ, გაძლევენ ძალას და გიძღვებიან ყოველი მოქმედებისას. ისინი ხსნიან კარებს, აშორებენ დაბრკოლებებს და გიგმანავებენ გზას შენი ოცნებების ასასრულებლად. შეინარჩუნე გახსნილი გული, ფოკუსირებული გონება და აღმართული სული. იმოქმედე რწმენით, განზრახვით და სიყვარულით და ნახე, როგორ ითანამშრომლებს სამყარო შენს სასიკეთოდ,
რეალობის გამოსახატად, რომელიც გსურს. ეს არის შენი დრო მოქმედებისთვის, შემოქმედებისთვის, ცხოვრებისათვის, რისთვისაც დაიბადე. ანგელოზები ტაშს უკრავენ შენს ყოველი ნაბიჯისთვის და ცა ზეიმობს შენს სიმამაცესა და რწმენას. წინიარე თავდაჯერებით, რადგან შთაგონებული მოქმედება მიგიყვანს ადგილებს, რომლებიც ვერც კი გიფიქრია.